ასეთი ისტორიები ასწორებს ხოლმე რა. სვიმონ მეფეს ყავდა ორი ცხენი. ფალავანი ერქვა ერთ და მეორე სურდანი რა. ფალავანზე როდესაც შეჯდებოდა ხოლმე, ესე იგი იმ ბრძოლაში უნდა გაემარჯვა რა, მიდიოდა წინ თავისი მამაცური გულით და უნდა გაემარჯვა იმ ბრძოლაში. მაგრამ როდესაც ატყობდა რომ რაღაცა საქმე ცუდად მიდის, ხო, ამ ბრძოლის მიმდინარეობას რო უყურებდა და მარცხისკენ რომ მიდის, საქმე მოიხმობდა ხოლმე სურდანს. და დასავლეთ საქართველოში არის გადასული იმერლებსა და დადიანების გაერთიანებულ ლაშქარს ებრძვის რა, იმიტომ რომ საქართველოს გაერთიანება უნდა სვიმოს რა מחვილით რა და უყურებს რომ ამ ბრძოლაში მარცხდება და მოიხმო ეგრევე სურდანი. და მის გვერდზე გაზრდილი არის თურქისტანის შვილი. ესეთი ვაჟკაცი პიროვნება იყო და მიხვდა რომ უნდა დავმარცხდეთ, გავბრუნდეთ უკანო რა და სვიმონ მეფეს შეძახა. ესე იგი ეს რისი ნიშანია ჩვენ მარცხდებით ამ ბრძოლაშიო და სვიმონმა შუბი აიღო და ბოლომდე გაისროლა, მე ამის გარეშე არ წავალო და სწორცნა ეს შუბი რა და თავისი გული ამ ბრძოლაში დატოვა. და გადმოვიდა ქართლში დამარცხებული და შემდეგ შეხვდა კავთისხეվել ქალბატონს. ეს საერთოდ სიგიჟე ისტორია არის, შემდეგზე მოგიყვებით მაგას რა. აი ეს ყველაფერი წერია აი ამ წიგნში ქართველთა ბრძოლების შესახებ და შეუკვეთეთ, არ ინანებთ, ძალზედ ხარისხიანი წიგნი არის.